Თქვენ ხართ გიორგი ახობაძის ადვოკატი, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომართლებელი განაჩენით გაუშვა. ახლა ანატოლი გიგაურის შემთხვევაში შეიცვალა მუხლის საქმის კვალიფიკაცია. განეხილავთ თუ არა ამას ერთგვარ დათმობად? შეაფასეთ დღევანდელი განაჩენი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმებით ფორმულას მაყურებელს. რაც შეეხება დღევანდელი განაჩენი, ფაქტობრივად შეიძლება ეს ვიღაცის გადასახედით გარკვეულწილად იყოს წარმატება, პოზიტივი ნამდვილად არის. თუ შევადარებთ ზოგადად იმ კვალიფიკაციასაც ბრალად ჰქონდა წარდგენილი ანატოლი გიგაურს, ეს ხო 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დღევანდელი ხალხელი გადაკვალიფიცირების საფუძველზე განისაზღვრა 2 წლის თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ეს არ არის ის, რაც ჩვენი მიზანი იყო, ეს არ არის ის განაჩენი, რისთვისაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვიბრძოდით. გამომდინარე იქიდან, რა მტკიცებულებებიც იყო ჩვენს მიერ საქმეში წარმოდგენილი, გამომდინარე იქიდან, რა მტკიცებულებებიც გამოვიკვლიეთ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და რაც დადასტურდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მათ შორის ნეიტრალური ვიდეო ჩანაწერით, ვიდეო მტკიცებულებით, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდებოდა ის, რომ რეალურად გიგაური თავს არავის დასხმია და დღევანდელ დღეს დადასტურდა, რომ გიგაური არ არის პოლიციაზე თავდამსხმელი. კადრში ჩანს ის, რომ გიგაური რეალურად თავის მოქმედებას ახორციელებს მხოლოდ მას შემდეგ, როცა პოლიციელი ფიზიკურად შეკრულ მუშს უტყავს მას სახის არეში. ხოლო ამის შემდგომი რეაქცია არის გარკვეულწილად გიგაურის მოქმედება დაახლოებით 2-3 წამში, როდესაც ის ფაქტობრივად პასუხს პოლიციას ამ მოქმედებით და რეალურად იგი იცავს საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ბუნებრივია სამართლებრივი ენით, რა თქმა უნდა, ითარგმნება იმგვარად ეს ყველაფერი, ეს მოქმედება, რომ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და სახეზე იყო მართლწინააღმდეგობის განვრცხველი გარემოება. ეს ყველაფერი, რაც ახლა საუბრობ, პირველ რიგში დასტურდებოდა ძირითადი ნეიტრალური მტკიცებულებით, რაც იყო ვიდეო ჩანაწერი და რასაც ფაქტობრივად გვერდს ვერ აუვლიდა საქმის ობიექტურად განხილვის პირობებში მოსამართლე, თუმცა დღევანდელი განაჩენით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, რეალურად ჯერჯერობით არ ჩაგბარებიათ დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუმცა აი წინააღმდეგობის გაწევა, რაზეც აპელირებს სასამართლო, რაში გამოიხატება თქვენი აზრით, რა შეიძლება იგულისხმოს სასამართლომ წინააღმდეგობის გაწევაში? წინააღმდეგობის გაწევაში მოსამართლე რას იგულისხმებს, მოდით ესე სამართლებრივად რო გიპასუხოთ, ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ის რაც წაიკითხა მოსამართლემ. რატომ გამოიტანა ეს დასკვნა, რა ფაქტებზე დაყრდნობით, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რა მიიჩნია, რა არ მიიჩნია, რა დაადგინა, რა არ დაადგინა, რეალურად არაუგვიანის 2 კვირის ვადაში დაახლოებით ჩაგვარდება ჩვენ დასაბუთებული ნაწილი განაჩენისა და უკვე შემდგომ გახდება ცხადი ეს ნაწილი, თუმცა ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაერქვას ძალადობა მოქმედებას, რომელი მოქმედებაც რეალურად ნაკარნახები იყო საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და რეალურად ვერც ერთი ადამიანი, რაც არ უნდა ტენდენციური და მიკერძოებული იყოს, თუ გაეცნობა ვიდეო ჩანაწერს, არ დარჩება ის აღქმა, რომ ანატოლი გიგაური ვინმეზე ძალადობს. რეალურად მოქმედება, რომელიც შესაძლებელია თეორიულად ჩაითვალოს ძალადობრივად, თუ კი მოქმედება არის თავდაცვის მიზნისკენ მიმართული და პირი იცავს თავს საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და დასტურდება ვიდეო ჩანაწერით ის, რომ პირველი მოქმედებას ახორციელებს პოლიციელი და ხელს უტყავს შეკრულ მუშს უტყავს გიგაურს და ამის შემდგომი მოქმედებაა დაახლოებით 2-3 წამში გიგაურის მოქმედება, ეს როგორ უნდა აიხსნას რაიმე სახის ძალადობრივ მოქმედებად გიგაურის მხრიდან, ჩემთვის წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია როგორ უნდა ახსნას მოსამართლემ განაჩენში ის, რომ გიგაური წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას და ამავდროულად იძალა და პოლიციაზე, როცა 2-3 წამის წინ რეალურად პოლიციელი უსწორდება გიგაურს ფიზიკურად, რომ არ დავამატოთ და რომ არ გავავრცოთ საბოლოოდ დაკავების პერიოდში, ეს თქვა დაკავებისას მასზე 10-ზე მეტი პირის ძალადობა და ასევე რომ არ დავამატოთ ის, რომ პოლიციის დეპარტამენტში გიგაურს, როგორც დღეს აღნიშნა, დაახვედრეს დაზარალებულად ცნობილი პირი, რომელიც ამავდროულად, რა თქმა უნდა, არის მოძალადე და დაზარალებულად ცნობილმა პირმა პოლიციის დეპარტამენტში იყო და სტკიოდა ვითომ აი ეს დაზიანებული ადამიანი, რომელიც ძლიერ ფიზიკულ ტკივილს განიცდიდა, თქვენ წარმოიდგინეთ 11-ის ნახევრის შემდეგ პოლიციაში დარეკა არა, ბოდიში სასწრაფოში დარეკა არა 5 წუთში, 10 წუთში, 1 საათში, რეალურად სასწრაფო მასთან ცხადდება დაახლოებით 4 საათზე, როცა მისი გამოკითხვა დასრულებულია, საგამოძიებო მოქმედებები ეგრეთ წოდებულ დაზარალებულთან დასრულებულია და დავიწყდათ გამორჩა თუ შეავს ეს გარკვეულწილად ის ნაწილი, რომ სასწრაფო არ გამოუძახებიათ და
რეალურად მე იძახებენ სასწრაფოს, როცა უკვე დასუნდა ის მიმართ რიგი საგამოძიებო მოქმედება. გასაჩივრებს საპელაციო სასამართლოში ესეც რომ გავაკვირდეთ ეს დეტალი. ერთ ნაწილს დავამატებ, გიგაურმაც დაამატა სასამართლოს და ისაუბრა იმაზე, რომ ეს ეგრეთ წოდებული დაზარალებული შეახვედრეს გიგაურს პოლიციის დეპარტამენტში და გარკვეულწილად ესე ვიტყოდი, ალბათ სამაგიეროს გადახდის მიზანს ემსახურებოდა ის მოქმედება, აი თავში რამდენჯერმე იქაც ჩაარტყა ესე ვთქვათ პოლიციელმა გიგაურს. თუმცა ამ ფაქტებზე დუმს საგამოძიებო ორგანო და რეალურად დღევანდელ დღემდე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს, დაზარალებულად არ არის საერთოდ გიგაურის ცნობილი, ზედმეტია პასუხისმგებაში მიცემაზე პოლიციელის. რაც შეეხება ბუნებრივია ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენს დასაბუთებულ ნაწილს და აქვე შემიძლია განგიცხადოთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ განაჩენს და გავეცნობით დასაბუთებულ ნაწილს და რა თქმა უნდა გიგაურთან შეთანხმებით გავასაჩივრებთ ზედა ინსტანციაში.